მოგესალმებით ჩემს ოზურგეთს, მივესალმები ჩვენს სტუმრებს დედაქალაქიდან და ერთელი რეგიონიდან, მოგესალმებით ძალიან დიდი სიყვარულით და ძალიან გახარებულია დღეს ოზურგეთის თეატრი და დარწმუნებული ვარ გიორგი თეატრალური სამყარო დღეს არის უპრეცედენტო ფაქტი ოზურგეთის თეატრის ისტორიაში და შეიძლება ითქვას თუ ზედმეტად არ ჩამეთვლება ქართული თეატრის ისტორიაში ერთი ლამაზი დღე რისთვისაც მე მინდა კულტურის სამინისტროს და თეატრალურ საზოგადოებას გადავუხადო მადლობა და აღვნიშნო რომ ეს არის პირველი შემთხვევა როცა რეგიონის თეატრებში და ამიტომ ვიხდი მადლობას რომ გაჩნდა იდეა და დაიწყო ოზურგეთში ამან განხორციელება დღეს სცენაზე დგან ოზურგეთის თეატრის, ზუგდიდის თეატრისა და თეატრალური უნივერსიტეტის მოსწავლეები. ეს არის ჩვენი კოპროდუქცია, ერთობლივი სპექტაკლი და მე მიხარია რომ ეს გაგრძელდება მაისის 9-11 ნახავთ ოზურგეთში მოზარდ-მაყურებელთა თეატრთან ერთობლივ კოპროდუქციას აგზის სენაკის თეატრის ხელმძღვანელი და სექტემბრიდან ნახავთ კიდევ კოპროდუქციას სენაკის თეატრთან და დარწმუნებული ვარ ნოდარ დუმბაძის არ იყოს გამრავლდებით და მთელი საქართველო ჩვენ ვიქნებით და სულ ყველანი ერთად ამაში ვხედავ ერთადერთ ყველაზე ძლიერ გზავნილს რეგიონისა და არა მარტო რეგიონის თეატრების ყარად ფერზე დადგმაში. ეხლა შემოვბრუნდები ევრიპიდესკენ და მიხარია რომ ეს არის პირველი შემთხვევა ქართული თეატრის ისტორიაში, როცა ევრიპიდეს ბოლო ეს უყუდავი ნაწარმოები იფიგენია ავლისში დაიდგა ქართულ სცენაზე. აქვე მინდა ესეთი პარალელი გავაკეთო, რომ სანამ სადადმო ჯგუფზე ვისაუბრებდე, რომ ეს სპექტაკლი ამ სპექტაკლს ძალიან მალე იხილავს რუსთაველის თეატრის სცენაზე ჩვენი მეგობრები, ჩვენი თბილისელი მაყურებელი და ეს სპექტაკლი მოივლის სრულიად საქართველოს, როგორც 6 მე მოიარა წინა სეზონში და წინა შემთხვევაში. მაგრამ აქ უმთავრესია რომ უპირველესად იქნებ ზუგდილებიც ხედან და ვიციოს ხედან დარბაზში და ზუგდიდთან ახლობახლად 14 რიცხვში ჩვენ ამას ვთამაშობთ ზუგდიდში და ვიწყებთ აი ესეთი პირველი, იმიტომ რომ არის ჩვენი ორი თეატრის კოპროდუქცია ძირითადად. ასე რომ შევეცდებით სრულიად საქართველოს შესაძლებლობის ფარგლებში, სადაც გაიმართება სპექტაკლი, ყველა ვითამაშო. ეხლა რაც შეეხება სადადმო ჯგუფს, უპირველესად თქვი რომ თეატრალური უნივერსიტეტის ანუ სტუდენტები მეთქი. მე მინდა მივესალმო მათ და ორი მათგანი ხვალ ითამაშებს პრემიერას. მე მინდა მივესალმო ზუგდიდის თეატრის ბრწყინვალე მსახიობს თეა ცინცაძეს. და რა თქმა უნდა მივესალმო ჩემი ოზურგეთის თეატრის ძალიან მაღალ არტისტებს. მადლობა მინდა გადავუხადო სცენიურ ვერსიაზე. ახალი კომპოზიტორი ახალგაზრდა აქ არის ლომბურ მუსიკა ჩვენი თეატრისა და ქართული თეატრის შესანიშნავი მხატვარი სცენოგრაფი ბატონო გიორგი გამოგზავნით სცენაზე. გიორგი სინამდვილეში ერთ-ერთ
უნიჭიერესი რეჟისორი, ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ყაში. რაღაც გადაცემას უსმინე და ბატონი 4-იან საუბრობდა, რომ სახალხო რეჟისორად ჩამოყალიბდა, მეცაც გეტყვი. ეს არის ძალიან მაგარი ბიჭი, ძალიან მაგარი კაცი და ძალიან მაგარი რეჟისორი. ამიტომ მადლობა მას. და მე მინდა სრულიად გულწრფელად გითხრათ, ოზურგეთის თეატრი არაერთი ახალგაზრდა რეჟისორის სამჭედლო იყო. ოზურგეთმა ყველაზე კარგად იცით, ფაქტიურად ის ახალგაზრდობა, რომელიც დღეს წარმართავს ქართულ თეატრის დიდ ნაწილს, იმათი პრემიერები შედგა თეატრში და მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი გიორგი ყაშია დღეს დგას აი თავისი შესანიშნავი ნამუშევრით ჩვენს სცენას. მე უღრმეს მადლობას კიდევ ერთხელ ყველას მოგახსენებ.